ჩატანებულია დაახლოებით 4.500.000 მეტრის მილი. დაახლოებით არის 4.500 კილომეტრის. ბეტონს რო ასხავენ, იმდენად სიმხურვალეს გამოყოფს, რომ ის თუ არ გააციე, აუცილებლად დასხდება. ამიტომ თელს აიმხელა კედელში ჩატანებულია დაახლოებით 4.500.000 მეტრის მილი. პრინციპი რა არის? ამ მილში აერთებდნენ წყალს, ცივ წყალს და აქედან მეორე მილიდან გამოდიოდა 80 გრადუსით გაცხელებული წყალი, იმიტომ რომ სიმხურვალეს იძლეოდა. მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმალურად დაცულია წყლისგან, მიწისქვეშა წყლები ყველგან არსებობს. აქ წყალი რო სისტემაში არ მოიყვანო, ის წყალი თუ ვერაფერს ვერ უშვება, ეს წყალი გააფუჭებს აქაურობას. შემუშავებულია მთელი სადრენაჟო სისტემა. აი ეს წყლები ერთად იკრიბება, ჩადის აი ამ შენობაში, აქ აყენია 5 უზარმაზარი ნასოსი და ეს წყალი მთლიანობაში ერთად გროვდება და ამ ნასოსებით ამოდის და აქეთ იღვრება. ვიმყოფებით ჩვენს კინოთეატრში და კეთილმელქაძის გალერეაში. წარმოდგენა შეექმნათ, საერთოდ საიდან დაიწყო ისტორია ენგურხესის, როგორ შენდებოდა, თუ როგორ მუშაობს ენგურხესი, იმიტომ რომ როგორც თქვი, რომ 50 კილომეტრზე გადაჭიმული დიდი კომპლექსი.